გამარჯობა ხალხო, თქვენ უყურებთ მისტერ რაბანას არხს, სადაც ახალი ვიდეო დაიდო როგორც ხედავთ და ამ ვიდეოში სტუმრად არის ტატო ბაციკაძე და უნდა გავხსნათ საჩუქრები, რომელიც გაუკეთეს რაბანას. რასთან დაკავშირებით არ ვიცი, პროსტა? ბიჭო, ნახე როგორ ხდება, მე რაღაცა გარღვევა ვიპოვე რა. აბა. რობინ ჰუდი ვარ, როგორც საკუთარი თავის. დიდრებს ვართვებს, საკუთარ თავს ვაზნებ. მეგობრებო, 100.000-ზე ავედი, 100.000 კი 105.000-ზე ვარ უკვე ასული და აგი რა, ეს თქვენთან გავხსენი. აქ გავხსენი ზუსტად ამ მაგიდაზე გავხსენი ორშაბათობაზე რო ვიყავი მიწვეული და აგი რა, შეგიძლიათ მომილოცოთ თქვენს, რა ვიცი, აი ესეთი. ეს არის სტანდარტული ზომა და ეს არის ახლა ახალი რაც და ეს არის იმის დამსახურება, რომ შორტების არხი იმდენი ავიდა 100.000-ზე, რომ ამათმა გადაწყვიტეს, რომ მოდი დავაპატარაო და რაღაცა მარტივი გახდა 100.000-ზე ასვლა. მაგრამ შენთვის არ იყო მარტივი, იმიტომ რომ შენ შორტების არხი არ ხარ. არ ვარ მე შორტების არხი, მე უფრო შარლების არხი ვარ. ხო და შენი. გაინტერესებთ ალბათ מחარა რატო არზის სააკ, იმიტომ რომ ზარია. პირდაპირ ვიტყვი, მეორე ნაწილი გო გადასაღები მეთქი და როდის გეცლება მეთქი რა და უყურე რა ვოისი მომწერა. ბიჭო, ეხა იმენა ამსად გადაყრილი დაანძრეული კაროჩი რა, აიცი ხომე ეს. სხვა მოიყვანეს უმე ხوار ვიქნება. არამცალია, შენი მოტანილი სათამაშოთი ვერთობი. რა სათამაშო არის? დილდო ვაჩუქი ამ ხელა და 9 წამში ძალიან ბევრი. ხო და მეთქი იდინ. მეთქი რა. მართალია. დაივიწყე ჩვენი ძმაკაცობა, დღემდე ნანო ფირმის ფორმა რო გადავიცი შენ გამო მეთქი. ეხა უკვე საბეჭე ამჩება რომ აშკარად ზაპასნაია პაკრიშკა გავიჩიტე. מחარაზე ვიყავ შეპირებული კრაკენი მაჩუკა ოზი და მეთქი 100.000-ზე ავალ კაკრას და თან ეს ვიდეო გავამეოროთ მეთქი და აი შენ გავუნდა დაჟი კომენტარებში იქ მეთქი შენი ჭიპინა უნდა დავლიო რაღაცები შევპირდი გაიგე? ეგ არ ვქნათ ეხა ჩვენ. არა, ჩვენ არ ვქნათ ეხა ამ ხელა კაცი ხარ ვერ გაკადებ მინიმუმ მაგას და შეთა ერთად გავხსნი მაგას ეხა დღეს. დავაი, ჭიქიდან დავლიო თომო. ჭიქიდან ხო? მართლა დამტვრია. ვისარგებლო მომენტი. რაბანი შეტრაკო. შეპაროჭო ხა. აჩ ეს ყავიში, ვა. ხალას როგორ აგინები ჯო. ტატო ყველაფერი ამოიჭრება რაც იბაძო. არაფერი ცუდი არ მექნათ ზეგ. შეტრაკო. აი ჭიქე მოვიტანე ყავის. ხო, აბა რა მექნა ეხა არაფერი ჭიქ. აი ეს კრაკენი მეგობრებო, კი გახსოვთ ვიცინა ვიდეოს უყურეთ და აი ჭიქა ამოვაცალე კაროჩე, იმიტომ რომ მაგარი ჭიქა იყო სახში დავტოვე. აჰა. ძალიან დამევასა ამი ჭიქა. ნახეთ ბიჭო. აყინული კი არის. არ გინდა מחარ ზედაყველი, ახლა ჭამე. ვიდეო არის დაწყებული 2 წუთის და מחარაზე სერიოზული ბულინგი წავიდა. დავაი ბიჭო, აბა მე ცალმხრივი ძმაკაცობის დედყამ ბიჭო. ნახალწოს მოგილოცავ, რაბან პირველ რიგში. ანუ მეორე რიგში მოგილოცავ, მეორე რიგში მოგილოცავ 100.000 გამომწერებას. აი მაგა შენ მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახთან ერთად და შენ გამომწერებს გამომჯერებს ყველას ვინც მოგიყვება და არ ამატო ვინც ახლა გამომწერები გამოიწერეთ, ახლა როგორ ამიდევს გამომწერება, გამოიწერეთ. აბა ხარ როგორ ხარია 100.000 ავიდა და აგიჟდა თუ ენა შეიძლება. ვიდეოზე იღებს და ყოველ დღე მაგას ეს თეა ვიდეო არ დავიდია. ვიტყუებ რა ია. გამომწერი თუ არა ტიპი რა იცი რა. ვერ მიხდება. რატო იმაშობითო? ხონდა უკეთესი წელი გქონდეს 2026 ვიდრე 2025. მიქნებ, ამერთ რაღაცა მეც უნდა გევიშალო. წერში. აგვიმარჯოს. აგვიმარჯოს. აუ מחარა გამაზე. ძალიან კაია. დარჩე შევინახავ და ღირებულ ადამიანებთან ერთად დავლევ. აბა მოდი პირველი გავხსნათ. ჩემი კა. არა, არ გეგონოს ის რაც არის. გაშკე რა არ მეგონოს. ხატაო ბიჭო. ნახე რა ცერსკია. კოლგა. კატანა კოლგა. ეს გამომიგზავნა ბექა აქარიმ. ბექა აქარიმ თუ ბექა აქარმა? ბიჭო, აი ბექა აქარმა ალბათ უფრო სწორი აქარმა, ხო, აქარიმ რა იარა გვარში. აქარ არის. აქარმა. მე უნდა გასწავლო ეგ ბიჭო. არა, მე გამოგცადე ტატო, რამდენად ცოდ კარგად და ბექას რამდენად ვიცნობ და ქართული რამდენად. ზოგადად ქართული რამდენად კარგად. ბიჭო, ეს ძალიან კაი რაღაცა. მე არ მგონია ბექას საშიში მგონია. მე არ მგონია ბექას ეხა ეგ წენოდა, იმიტომ რომ ჩერქეზია ჩამოთრეული არის და ქართული ჯერ ისწავლე და მე მოგთხოვე ჩვენ გვარის ისა. ხო და მეორე არის ესეთი. բայց ეს ბიჭო, ძალიან ცესლიანია, მაგრამ ცოტა საშიში არ არის? საში ხა ამით ხეს ვერავის ვერ გამოჭრიდა. და კიმონოები ბიჭო. მე იაპონური კულტურასთან არა? არ ვარ დიდი ისა. ვიცი ერთ წუთი. ნეიტრალურად ვარ ძალიან. სამურაია ორივე. ეს ბექასია ორივე რა. კი, ნაკრებია. მაკდონალდის მენიუ არის. გამოსასვლელია. ეს ზაფხულში არის აქტუალური ძალიან. მე იაპონურს სწავლობდი სკოლაში ხოთაშორი. მე რამე გახსოვს იაპონური? სიტყვებით ძალიან ცოტა, რამდენი. მაინც? უსი მახსოვს ოძრახა. უსი?
ის ჩვენ რო ვიცი. უზდელური სწორი არ ვიცი, არ მაქვს. ხო იცი, ყველა ენაზე ის არის ხოლმე. ვატაში, ხო, პირველი მაგას ხო, სწავლობ. მაგას სკოლაში მასწავლიდნენ. კერძოდ რომ ესწავლან ისეც ვაკაცს რო ესწავლებინა, მაშინ კი მეცოდნენ. ოტეარაი არის ტუალეტი, ხოთა შორის. როგორ? ოტეარაი. ოტეარაი? ოტეარაი არის აა, ტუალეტი. გავს ხო იცი რაღაცა ტუალეტს. განაერთ გავს. ასოები რახან არის, იქაც დააკაც. და კიდე, ნუ ვატაშივა არის, მე ვარ. ვატაშივა? ვატაშივა რაბანა, რო თქვა. ვატაშივა რაბანა. ვაფშე მასე რომ დავიწყო ხოლმე ვიდეოები მისალმება არ ვიცი და. ვატაშივა რაბანა and very good. არ უნდა უკვე. ვატაშივა რაბანა. ვატაშივა რაბანა. კონიჩივა. კონიჩუა გამარჯობა, გავიგე ხო? ვატაშივა. ვატაშივა რაბანა. არიგატო, მადლობა არის, არიგატო. არიგატო გზაიმას არის ძალიან დიდი არ მადლობა. მაყურებელს სულ მოეწონება ეს აზრი რომ ვატაშივა რაბანათი დავიწყო. კონიჩივა, ვატაშივა ყველა რაბანა. ვიდეოს დავიწყებ. რო დაამთავრებ, მე არიგატო და საიონარა. შემდეგი. მოდი მავანი ვნახოთ, ჰა? მავანი რა გამოგიგზავნა? QR კოდია, აჰა. რომელსაც გავხსნი და ნახოთ, აბა, რა არის. Borjomi Underwood, Asika YouTube subscription with vacation. Ясния, რაც ქნა. გილოცავ 100,000 გამომწერს, ძალიან მომწონს ეს შენი სომხური კონტენტი. რო? და ჩემგან სამდღიანი საგზური ბორჯომის პარკთან მდებარე სასტუმრო Underwood-შია. ბიჭო, აღარ არის მაგარი კაცი, გადავიფიქრე. სომხური რაღაცა რატო არის ჩვენ საზოგადოებაში რაღაც დამამცირებელი იმაში ხანდახან? იმიტომ რომ ის მეზობლები არიან და ჩვენი ძმები არიან ბიჭო, სომხები რამდენი წელია ცხოვრობთ მაგათაი თბილისში ხა მით უმეტეს ის არის. ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს რა. რაღაცები გადადის ხოლმე ზედმეტებში და არმენოფობიაში ასე ვთქვათ, უკვე მიუღებელი და ცუდია, მაგრამ მეზობელზე დაცინვა ისევ როგორც იმათი მხრიდან ეგ მოსულა, იმიტომ ყველა აკეთებს მაგას. იტალიელი ფრანგს დაცინვის და შვეიცარიელი ავსტრიელს და ასე შემდეგ. მავონი მადლობა ძალიან შენი კონტენტი სომხური რატო ეგ ვერ გავიგე? მეც ანუ ვერ ჩავწვდი და დაგვიწერე რატოა სომხური ჩემი კონტენტი და თუ არ დამიწერ და არ გამოიყენებს ამ საქმეს. ნომერი დამიწერე და მოგხედავ. პროსტა მე ბიჭო მოგზაურობა არ მევასება და ეგეთი რაღაც დასვენ. ძალიან შორს არ რატო არ გიგოს? აუ არ ვიცი, აუ ავსტრალი ხალხი ხარ. აი არ ვიცი რა. ალაც ეგრე არის. აი არის ვერიტას მოგზაურობას და სამე წასვლას რა უბედურებაა? პირ მაგას აჯობია. ერთი ღამე რო არზივარ მე ჩემს ოთახში, ჩემს კომპიუტერთან, უკვე მეწება ისინი. რა უბედურებაა? ელეთ-მელეთები. არა, ეგ არ შეიძლება. პირიქით, ნუ და გახვიდე, ნახო მსოფლიო. მიდი ბიძი გადი რაღაცა ნახე. ნუ გასაგებია რომ შეიძლება რაღაც ადგილებს ნახო არ გინდოდეს და არ კონდეს სურვილი რომ სადღაც იმაში წახვიდე ამაზონის ტყეში მაგალითად და ხე ველურებთან ერთად ირბინო ტრაქში ფოტო გაყრილმა მაგრამ ხო არა მესმის ხო რაც რომ სხვა იუთუბერები აკეთებენ მაგას უი ხო ეგ არ მეკითხია მართალია შენ გევაცება? კი მაგრამ დადიხარ? დიდ ქვეყნებში ბრიტანეთს გარდა ყველგან ვარ ნამყოფი თითქმის რა შე იქაურ მე კომანდასთან როგორ ამყარებ ანუ გახსნილა თუ ამყარებ კომუნიკაციას და ეგეთი ტიპი ხარ რომ შეგიძლია რომ მარტო კი არ მივდივარ ხო ვისთან არა ხალხთან ერთად უნდა წავიდე ხა მარტო არა იმიტომ რომ მე მარტო ვისვენებდი ხოლმე და ძალიან ცუდი იყო სად ვისვენებდი მარტო ხა რა ბათუმში ბათუმში მარტო რატომ დადიოდი აუ ბიჭო რამოდენიმე წელი ცოტა მქონდა და მარტო დავდიოდი და ნაცნობიც არ იყო არავინ არ მყავდა ბიჭო ჩემი პატრონი ძაღლი არ იყო და რა მექნავა და წავ დავდიოდი მარტო ეხლა არა ჩემსავით რამდენი ხარ და აი დაწერე ძალიან ხო მართლა იმენა კაცშული გარშემო ამყავდა მაშინ ეხლა ისეთ პერიოდი მქონდა და საკუთარ თავებთან ბრძოლები და მთელი ამბები და ბათუმში გადიოდი ბიჭო და ზაფხულში რომ სამსახურიდან რომ მაძლევდნენ შვებულებას რაღაცა ხუნოთ ამერქმია იმ შვებულებისთვის და გავარბოვდი ბათუმში ავიღებდი ერთი ძმაკაცი ზაგაყვანა არა მყავდა აი ატარაკებ მოიტა შემდეგ გაწევ. კარგი, შემდეგი არის ბატონი სოსო Around the World-ი. რომელიც ზაურობაზე ვილაპარაკეთ. რა გადაყვანა იყო? ნახე, ბიჭო, რამდენს ფიქრობ მე? საულო, ხო. ანტარქტიდაზე იყო. სოსო, უყურე მაგ ვიდეოს, ძალიან მომეწონა. მადლობა, ძმაო და აბა შენიცი. მადლობა საზეულოდ. მადლობა საჩუქარზე უყურე ვიდეოს რა. არა, ვიდეო ძალიან მაგარი იყო. არ მინახავს სიმართლე რო გითხრა, მაგრამ სოსო ძალიან მევასება. მე ნახე როგორც YouTuber-ს არ ვაფასე, ხანგრძლივი კონტაქტი ასე არ მქონია. რაც მქონია, ადამიანებზე რაღაც შაბეჭდება ხო გექნება გარკვეული დროის მე კონტაქტი შედება. სოსოზე ძალიან დადებითი და ძალიან კაი საბეჭდება, ძალიან კაი ადამიანი. იუთუბერულად არ ვაფასებ რა. მე რაღაცა პირად ურთიერთობაში ისეთი რაღაცები მაქვს შემჩნეული, რომ აი ძალიან ყურადღებიანი და ისეთი ბიჭი არის რა. კი და ანტარქტიდაზე იყო წასული. რომ კომენტი პოსტი დავწერე 100,000 ავედმეთ და იქ კომენტარებში იქ მომილოცა რა. ანუ ხვდები სად არის ბიჭი და რეებზე ფიქრობს სიმონ. საახალწლო იმაშია შეგეთული? რაღაცა კაი არის. ნეტა რა შეიძლება? აი არ მინდა გახსნა. ხო. რა არის ეს მიწები? ოიცო, ბიჭო, ცოტა. ძალიან ხმაურიანად მომაცილი. ცოტა. მომეკიდა, იცი? დაუთ ერთი ჭიქის მერე, ბიჭო? მე მეტი კი არ მინდა. აი. მაიც რა შეიძლება იყოს ე? ძიმეთ მოძრაობს? ბიჭო, არა, ეგ ეჯახება კედლებს. აბა, მე მგონი 5 დევს 5-ში. ეგეთი ეჭვი მაქვს. ეგრეა? ოჩო. რაბანამ იცის.
ნახე, ნანახი ქონდა? არა, ძაღლიშვილი ვიყო თუ მქონდეს ნანახი. ხედავ შენ რა არის? ან საათია. ან საიუველო რაღაცა. მანდაც მოწიდეს? რა თქმა უნდა. გაუთავებელი ყუთებია ეს. აიცა. აჰა, ნახეთ, აი. რა სიტყვა გაადრე შეჭება, რა გაუთავებელი. ой, სოსოს ვიდეო მაქვს. აბა ჩავთოთ. ბიჭო, ბევრი ვიფიქრე რა შეიძლება მეყიდა საჩუქარი რა და რაღაცა გადაობას ფიქრობდი რამე სასაცილოს, მაგრამ ვეაფერ ვერ მოვიფიქრე. ჩემი ძლიერი მხარე არ აღმოჩნდა ეგ. შენი ფოტოები და ვიდეოები რაც ნახე საათი, არსად არ გეკეთა. ამიტომ გადავწყვიტე რომ საათი მეყიდა რა, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აქსესუარია და იმედია შეც მოგეწონება ძმაო. ბიჭო, სოსო, საათი კი კარგია, მაგრამ Apple საათი უფრო კარგი იქნებოდა და გამოგიგზავნა Apple საათი. რა, ბრენდებით იმაში უკვე თან ჩემი გემოვნებით ავარჩიე. თუ არ მოგეწონება რომ დამიბრუნო და მე გავიკეთებ. შვენიერი ლამაზი აჩვენე მაყურებელს. მე სანამ ნახავ მაყურებელს აჩვენე. პიერ კარდენის ძალიან ლამაზი საათია. ბიჭო, რა არის, იცი მე ძალიან მიჭირს რაღაცები რომ მიკეთია, მაგით როგორ გითხრა რა, მამძიმებს. და არაფერი არ მიკეთია ხოლმე რა. ხო და რაღაც უკეთია? რაღაცნაირ ხო, რაღაცნაირ შეგრძნება მაგ და არ სიამოვნებს ბევრი რაღაცა რომ ჩამოკიდებული მაქვს რა. გიას ურამელაშვილს აქედან მოგითხო როგორ უძლებ მაგ წნეხში როგორ ხარ საერთოდ არ ვიცი ცხოვრებაში. რა დონემდე მიხვედი რომ ამდენი რაღაცა გიკეთია ეგ საერთოდ საკითხავია. ბიჭო, ძალიან სოლიდური საათია, რა ვნახოთ. უში. გამიკეთე რა, გიხვეწები. აი რა სიტყვებია. გამიკეთე რა. მეც მე არ ვიცი რა, გამოუსწელია, ძალიან არ მომიჭერა. არ იცი შეჩემ. მე ვიცი, მაგრამ მე მინდა რომ შენმა გენიალურმა ხელმა იქნებ რაღაცა გადმომედოს. აბა? ძალიან ლამაზი საათია. ძალიან ლამაზია, ბიჭო. აი, მეგობრებო, დადოს გული გაუსყდება ალბათ. ამდენი საჩქა რომ მივიღებ, არა უშავს. რომ ისკრი გული ბიჭო. არა ბიჭო, არა, პროსა ის. ცოტა კი. ძალიან კაი საჩქარი არის. ჯერჯერობით დაწნახეთ, ყველა საჩქარი ძალიან კაია. დამევასა ყველა ვახშე, ყველას თავისი ისეთი ღირებულება აქვს. შემდეგი საჩქარი, მეგობრებო, არის ბასტო გოგუასგან და ნახოთ აბა ერთი წამი რა ძმაო, შენ ხარ მიმღები საჩუქრების, ხო? მე ხო რაღაც მოდერატორი ვარ და შემილია რომ რაღაცა. კარგი, მიდი აბა. ის არის ვერ გავიგე. რამან როგორც ვიცი, მიიღე ჩემი საჩუქარი. გახსენე თუ შეიძლება. ეს არის ვიბრატორი, ძალიან ნუ გაგიხარდება ეს ვიბრატორი, არა, რაზეც ოცნებობდი. ეს არის უბრალოდ მასაჟორი, ვიცი რომ თან აქტიური ცხოვრებით ხრობ და თან არა აქტიურით. ანუ თან ვარჯიშობ და თან კომპიუტერთან ათენ დაღამებ. სწორედ ამიტომ ხშირად გჭირდება და იმასაჟო რამდენიმე კუნთი, რომელიც გაგაჩნია, ხან ფეხი, ხან ხელი, ხან ტვინი და გამოცდილებით გეუნები, რომ შენის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი გახდება ჩემო საყვარელო გოგო. ვინ არის გოგოში? ეკაცაში. რა ისინი გაქვთ? უცნაური კომუნიკაცია გაქვთ შენ და ბიჭო, ზვაკაცობას და სიყვარულს ასე გამოვხატავთ კაცები ერთმანეთში. მართლა? ხო, აბა ეხლა ზასაუბრად ეგეთი რაღაცეები რაწია ჩემი მეზარება ყველასი. აუ რაღაცა ძალიან ისე ვგზნობ თავს რა მგონია რომ შეხვედრაზე უნდა შევიდე ხო ხვდებით სიმონ და აქ თიწოთი მიცალია მარტო შენთვის დატო. კაკაჩი? ოპა, ახლა როგორ იხსნება? აუ, რანაირი ისე ლაქშერი გახსნა აქ ბიჭო. ოიეთ. ეს ის ახმა. ოიე. როგორ უძლებ ამ? პატარა ჩანთაცაა, ნახე? ხადაო, ეს ალბათ სამერო წახვიდე, თავი ჩამოსაკიდებული და ამბებით. ბიჭო, ეს ნახდათ მასაჟორია, დარწმუნებული. ხა რაღაცა წყობია, ნახე, რა. აგერა, ეს დამტენია უეჭველი, კი. ოი, რა ზეს კი დამტენია. ბიჭო, მიკროფონს გავს, ხო? ბიჭო, რა, რესტორანი? თავებია. ხო, რა, ანუ ამას რომ იმასაჟები ხოლმე კისერს და რაღაცას. ქვემოდან არის სადმე შეარჭო შეჩი. მანახე ეწოდი. ოუ, ამძიმე მოსალა, ბიჭო. აი. აი, წაი. კაი. ოგარია, ხო? დატო. კაია. კარგია, კაი, 40 ლარი მომეც. საძერს კი რაღაცა, მოიცა, აბა, ვა. არა. Next mini. მინია თან რა, რომ რამე ძალიან რო არ გადავიჯო და სხვა ადგილებში არ მიუშვა ეს. ფასტო, მადლობა ძალიან დიდი. დარჩა დანელიას საჩუქარი. სამი საჩუქარი დარჩა. ჰანგრიმენის საჩუქარი და უცნობი საჩუქარი. უცნობი? ეს არ ვიცი ვინ გამივიღე. მართლა? ხო. არ წერია შენ? არ ვიცი, ალბათ ეწერება რაღაცა, ან ვიდეო იქნება რა. მაგას ბოლოს ნახოთ იქ. იყოს დანელია, დავაი. ჰანგრიმენი მოვიტოვოთ ბოლოსკენ. რაც შეეხება ჩემს საჩუქრებს, რაბან, შენ ისეთი საჩუქრებს? ძეგლი უნდა დაგიტან. ხო და ესეც ჩემი პირველი საჩუქარი, რაც იმედი მაქვს უკვე ნახე. და მეორე საჩუქარი ეკოფლოუს power bank-ი, იმისთვის რომ ხონდეს სულ ენერგია და იყოს სულ ესეთი ენერგიული, პოზიტიური და
ჯიგარი კაცი როგორიც ხარ. ეს არ ვიცი. აუ ეს რა კაცია დანელი ჯიგარი ხა ეს რა მგავს ბიჭო თავისი ძეგლი აქვს მე მგონი. ჩემი ძეგ არა შენი არ არის ჩემია თქო ესეთი ლამაზი ცხვირი დანელია სადაა აჩვენე ხალხს თუ ჩემი ცოტა მოპრუწე ამას მომისმინე თუ ჩემი ნახე როგორ ო არა კი მომენტ მართალი ხარ გავს აუ გადაო მაგარი საჩუქარი ეს ჩემ უკანა მხარეს დაიდება ძალიან მგავს დანელი ჯიგარი ხარ უკანა მხარეს? ფონზე? აი ესეთი ისა მაქვს ფონზე თვითონ, ფონზე. არც ერთი არ არის ჩემი სპონსორი მეგობრებო უბრალოდ აუ ბიჭო ეკოფლოუ ძალიან ძერსკი ბრენდია რა ზოგადად ეს power bank-ი მაგრა გამიწორდა ვაპირებდი ყიდვა სხვათა შორის და არ ვიყიდე და მე მგონი გულვანი ვისნო ამას უკან დავდებ და პატარა ჩამოუგრავ ხოლმე აღარა ლამაზი სად მაგარია გადაო აი ეს სამოკრაც აქ შეიძლება ბასტონ ხო გაჩუქა ის და გავუკეთე ის მეორე Hungry Man-ის საჩუქარი ძმებო აჰა ესე შენ გახსენი Hungry Man-ი წესი და რიგით წინაზე უნდა ყოფილიყო მაგრამ რაღაცა დროში ვერ დავემთხვით რაღაცები და ამიტომ ამოვაგდე Hungry Man-ის თემა და სხვა ჩავსვი ხო და სანამ გავხსნით ბიჭებო ჯიგრები ხართ რაც გააკეთეთ ძალიან მაგარი ვიდეო და ციხა ნახე რა ვიდეო და კი 500,000 სპეციალი ხო მაგარი ძალიან ანუ კუტერები და მანქანები რო რამხელა თანხა წავიდა არც კი მინდა დაფიქრება მაგაზე რა და მაგისტრაკი რო გაქვს ერთია და მეორე მაგისტრაკი რო გაქვს რომ თან ეგ გაათამაშო რა და გააკეთო ჯიგრები ხართ ბიჭებო წერილი დევს სამ ლამაზი კალიგრაფიით ძალიან დაწერილი რო იცოთ შენზე და აი არ ნახო არაფერი არა ეს ნახე რაღაცა საინტერესო დევს ბურთულები და ეს აბაზანაში რო ჩავყალო თავის სუნს და ფერს გაუშვებს ის და ვასა საინტერესოა ვასას არომატი არის ვასას ხეულის არომატითაა და ხო გინდა და გილოცავთ 100,000 გამომწევს ვიცით რომ ამ ყველაფერს უკან ძალიან დიდი შრომა დევს 100k გამომწერს კი დასველება აუცილებლად ჭირდება დასველება ჭყალებშია დასველება კიდე აგერ კი გავაკეთე დავასველებ ჩვენ აბა ამ იმას გოლებს აბა სერიოზული ვაუჩერი არის 1000 ლარიანი ბიჭო 1000 ლარად ორტონაში კარგად გამოწყობა შეიძლება 1000 ლარი ნამეტანია კარჩე ეს დღეს ხვალ და წავიდეთ ოქტომბერში ყველა ვახში ყველას გეპატიჟებით რა ესენც უნდა დაპატიჟო მე თვითონ გითხავ პირველ ვი ბიჭო ვინც გაჩუქა არა აი მივწერ ჯადამას ამას აუცილებლად კარგად გამოვიყენებ ისე რომ ვახში ყველას დაგიძახებ რა არ გვიძახე ყველას დაგიძახებ და მე რაც იქნება ზემოდან დასამატებელი დავამატებ და იმას ვსაუბრ რა უნდა გეტყვით თქვენ დაამატებთ თქვენ ხო შეკრიბავთ და ამას არ დავაგვებული აი მუსიკაო შეჩემა აბა ვა ვინილებია ბიჭო ვა ვინილებია აჩუქე მუსიკაო და იცი ესა რა არის ასკე რა არის ანუ ძალიან ისე მე არ ვიცი რა არა მივხვდი რომ ვინილია ხო და ვინილი რას ნიშნავს ასკე რას ნიშნავს პლასტინკა ვინილი არის რა არის შეშევაფერა არა ვიცი რაც არის კავშირი ეს არის შენი საჩუქარი რო იცოდე მართლა კი ჩემგან არის ეგ ჩემ მეღადავები არა შენგან არის ხო ჩემგან არის შენ აბა როგორ მარტო მე ხო არ ვიქნები აქ დასაჩუქარი გადაო ბიჭო გახსენი და გვაჩვენე რა არის ვა ბევრი ვიფიქრე სხვათა შორის და დამეხმარნე შენები ვა ეს ალბომი ჩემი არჩეული აღონ ეს არის განსაკუთრებული ედიშენი აქ არის ისეთი სიმღერები რომელიც არც გამოსულა ადაო ბიჭო ტრიპლ ვა ჩემ ბიჭო ხო ამ ხელა ვა ახეთ ხო რა ალბომი არის მე ვიცი რომ ეს გევასება შენ თან Radiohead-ი Radiohead-ის ჩემი აზრით საუკეთესო ალბომი და არა მარტო ჩემი აზრით მე მგონი ყველას აზრით საუკეთესო ალბომია ბიჭო არ ველოდი კი არა და ხო არ ველოდი ძალიან დიდი მადლობა კაია თუ ეგ თუ ეგრე იმას ავქენ შევხვდე რომ ამდრომდე არ გეგონა ეგ მიხარია რა არა რანაირად ვა ძალიან დიდი მადლობა თუ წეღა სანამ მოვიძო მე ცოტა უხერხულად ვიზონ ხოლმე არა რა უხერხულად კაცო იმსახურებს შენ აუ ძალიან დიდი მადლობა რა რითი უნდა გამეკურებინე რა ყველაფერი არა მგონია რამე გაკალდეს ზოგადად და ვიფიქრე რაღაცა ისეთი მომეფიქრებინა რაც აი ემოციურად შენთან ახლოს იქნებოდა და მუსიკაზე დიდი ემოცია ალბათ კი ხო ხტები რა ძალიან სწორად გაარტყი ძალიან დიდი მადლობა ისეთი ალბომი გავარტყი რომელიც საუკეთესო ალბომი გამოვიდათ მოკლედ და ნომერ პირველად არის მიჩნეული ვახ ამას დღესვე ჩაუждები და სუტირებ სახში რომ მივა ეს ცათითაოდ მოусმენს ამივე ვინილს აუ ძალიან დიდი მადლობა რა ბან ძალიან გამახარე მართლა არ ველოდი და ხო აჩუქებს არ ვიღებ ხოლმე ხშირად ეგრე აეწყო ჩემი ცხოვრება და და ორი ისთვის არის გადაცემა და ეს ძალიან დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე შევა მახსოვდეს მართლა იმიტომ რომ ხო არა მართლა იმიტომ რომ რო გითხარს აჩუქებს ეს ზოგადად ხშირად არ ვიღებ ძალიან მიხარია თუ ეს მიიღე ეხა ემოცია არა მართლა კი ძალიან გამისწორდა მადლობა მადლობა ძმაო შე
გერაცვალე. მე შენ ძალიან დიდ პატივს ვცემ და ზოგადად ოქტოპუსის ბიჭებს ყველა ძალიან დიდ პატივს ვცემ და აქედანაც მინდა ვთქვა, რომ ანალოგიურად აქედანაც ისი რო ოქტოპუსის ეგრეა. ბიჭებმა ბოლო პერიოდში ცოტა ისეთი რთული პერიოდი მქონდა და ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემ ცხოვრებაში და ამ ბიჭებთან ძმაკაცობამ მართლა კიდევ უფრო მეტად დამანახა, რამდენად კარგი და მაგარი ხალხია. გულწრფელად ვიძახი ამ ყველაფერს და მადლობა, რომ კამერის იქითაც ეგეთი ხალხი ხარ. ეგ არის YouTube-ზე ალბათ ის ოქროს სტანდარტი და ის რაღაცა, რომელიც რომ ყველა YouTuber-ს უნდა ქონდეს, რომ რა ტიპიც ხარ, ის ტიპი უნდა იყო მე რეალურად ურთიერთობაშიც. და თუ ეგეთი ხარ, შეუძლებელია წარუმატებელი იყო და შეუძლებელია რომ ის წარმატება არ მოვიდეს, რაც რომ ამ YouTuber-ობით შეიძლება რომ გამოიწვიოს რა ამ ჩვენმა ყოფა ცხოვრებამ, ასე თქვა. მადლობა ძმებო, მადლობა რომ დამთანხმდი ამ ვიდეოზე და ჩემ გვერდით ზიხარ ახლა და იმედია რომ მაყურებელსაც მოეწონა ეს ვიდეო და ჩვენთან ერთად იხალისეს რაღაცა ცოტათი მაინც. ხადეთ რომ ხო გასართობ. ხო, პოსტი კი დავწერე, მაგრამ ესეც ვალდებულება მაქვს რომ თქვენ პირადად გითხრათ. მადლობა 100,000-ისთვის. ეს არის ის ციფრი, რომელთაც მართლა თავს გრძნობ როგორც სრულყოფილ YouTuber-ად. აქამდე ვგრძნობდი, მაგრამ ეს 100,000-იანი ნიშნული რაღაცნაირად აი ის არის რა, აი რაღაცა ეტაპის გადამლახველია, რომელიც უფრო მეც მოითხოვს, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაძლევს. კი, და უფრო მეტ მონდომებასაც მომცემს აუცილებლად და იმედია რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც არა მხოლოდ მე, არამედ თქვენ მაყურებლებო, თქვენ გულებში რაცა გაქვთ ჩანაფიქრში, ეს ყველაფერი აქ სრულებოდე და თუ კი ამას დიდხანს და დიდი სურვილი და მონდომებით გააკეთებთ, აუცილებლად თქვენთანაც მოვა ეს ყველაფერი და მადლობა კიდევ ერთხელ. ვერაფერ დავამატებ ამ. აბა თქვენ იცით წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. კარგად.